ბავშვობიდან ვეცნობდი ზღაპრულ სახზე, აი ესეცი. და საერთოდ ბავშვობაში ზღაპრების გჯერა, მაგრამ მე რო ვიზრდებით, რეალობა სულ სხვანაირია. ცნობილი მომღერლის და მსახიობის ცხოვრება ალბათ ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ გავდა თუ არა მისი ცხოვრება ზღაპარს, ამას ჩვენ თავად გავიგებთ. ირაკლი ფირცხალავა, მომღერალი, 35 წლის, დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში. ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით დადიოდა სამუსიკო სკოლაში და ეუფლებოდა ვიოლინოს. მუსიკით გატაცებულმა გაიარა კასტინგი პირველი არხის პოპულარულ პროექტში „ფაბრიკა ზვიოსდ“ და გახდა კომპოზიტორის მაქსიმ ფადეევის გუნდის წევრი. დღეს დამოუკიდებელი მუსიკოსია. ჰყავს მეუღლე სოფია და 2 ვაჟი. ჩვენ ვართ ახლა ჯაშუშები. მე ვიცი რომ ირაკლი ფირცხალავა გაჩერდა სულ სხვა ადგილას, ანუ მეგობრებთან ბაგებში, მაგრამ როგორ აღმოჩნდა რედისონში, აი ამ ნომერში, გავიგებ. აჰა, გაიღო, მოდი. თან გოვირი მახსენდება? ვეფხვი აკლია მე მგონი. ირაკლი. Привет. ირაკლი, თბილისში ხარ? რედისონში. გამარჯობა. ირაკლი, რა საკეთებ აქ? არა, კიდევ კარგი რომ მარტოა, თორე სოფიასთან ჩაგიშვებდით. აქ როგორ აღმოჩნდი, გეხვეწები რა? შეხო თქვი რომ ბაგებში ვცხოვრობ ხო? აქ როგორ აღმოჩნდი? ჰა? რასაკეთებს ლიზა? კიდევ კარგი რომ კამერა მახავს, თორე რას იფიქრებდა ხალხი რა უნდა ლიზას ირაკლის ნომერში. აი ჩემი მოწმე, ჩემი კამერმენი. ივერიაში. ხო, რედისონი ივერიაში ხარ, ჩემო კარგო რა. ინტერვიუზე ვიყავით შეთანხმებული სულ სხვა ადგილას. აი რედისონში როგორ აღმოჩნდა ირაკლი ფირცხალავა, ჩვენთვისაც გაუგებარია, ვეძებთ ვეფხვს. ვეფხვი აქ არის? მაიკ ტაისონი? აქ არიან? Следователь ხერთო პროდიუსერი ვარ, ეს ყველაფერი საიდან იქ აგეო. ჟურნალისტი ვარ პირველ რიგში. Всё, хватит. Тишат камерას? კი. Okay. ასე იცის ქართველებთან кейფი და იმისათვის რომ ცოტა ფორმაში ჩადგეს, რადისონის სპა სალონში ადის. რამდენიმე გაცრუვა და მომღერალი მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის. ირაკლი, იქნებ მომიყვე, როგორ აღმოჩნდი რედისონში? რედისონში როგორ მოხვდი, თორე მეგობრად რო აღნიშნავდი მივხვდი. არ მინდა და შეწუხება იმ ხალხის, ჩემი გასაგებია. და ღამის გასათევად წახვედი რედისონში. გასაგებია. ჩემი ვაკაცია გაჩერებული მოსკოვში. კაი. ირაკლი, ორგანიზმისთვის საქართველოში ყოფნა არის ძალიან ცივი. მე ამას უკვე მივხვდი დღეს, როდესაც დაგადექით რედისონის ნომერში. ეხლა ეს მითხარი, ვინ მოინახულე, ვინ არიან ის მეგობრები, რომლებაც შენ ესე დაგამძიმეს ჭყალებში. აი, რამდენჯერ არ მივეცი ჩვენთვის ეგეთი პირობა, რომ არ წახვალ არ დალე. Я не пью вообще в Москве, ты не понимаешь? Армджера. У меня даже нету времени этого делать. Сколько я не говорил, что главное в Грузии не начинать пить. Да. No way. Никогда это не будет. Но вчера были огромное количество, вот я в Инстаграме, в Фейсбуке выкладываю вот фотографию с Тимуром Кицбаем, допустим. Да? Это абсолютно легендарный человек, которого я за него болел. ცნობილები ლიზასთან ერთად. ირაკლისთან წლებია მეგობრობ. პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გამაცნა. ფაბრიკის და ვოვო ჩუმას შემდეგ მომღერლის პოპულარობა პიკზე იყო. კონტაქტი მამასთან ირაკლიმ რამდენიმე წელიწადია რაც დაამყარა. უფროსი ვაჟით ქსნელაშვილების ოჯახში ამაყობენ. მას აქ ყოველთვის ელიან და ქართული სტუმართ მასპინძლობით ხვდებიან. ირაკლი, мама музыкაში კარგად ერკვევა? Музыкაში. Музыке. Хорошо разбирается? Он больше, конечно, по гинекологии, я могу сказать. Но
კარაოკეში ერთ-ერთ ვიყავით. კარგად იმღერა? მართლა? Иосиф Давыдович Кобзон. Грузинского разлива. Ты же мелкий какие, да, малыши пока еще? Хорошие. Слушай, все трое папины. Я тебе открою секрет больше. Спроси у него, у нее еще парочка есть. Да. Не, ну знаешь, что таких детей, да, побольше в Грузии. ცნობილები ლიზასთან ერთად. პირველ რიგში მინდა მოგილოცო შენი შვილის შეძენა. კარგი სახელები შეარჩი, რატო ილია და ალექსანდრე? Илья, იმიტომ რომ наш духовный отец Илья. მახსოვს ხოლმე. საქართველოში მხოლოდ მეგობრების სანახავად არ ჩამოდის. პატრიარქს პირადად იცნობს და ყოველთვის ცდილობს, რომ მოინახულოს და მისი რჩევა დარიგება მიიღოს. სოფია მოსკოვში გაიცნო. ერთი ნახვით მიხვდა, რომ ის მისთვის იყო განკუთვნილი. მეუღლემ ორი შვილი აჩუქა, ილია და სანდრო. ახლა სიმღერებს წერს და მათ უძღვნის. სიმღერაში ტიადნა სოფა თამაშობს. ხოლო კლიპში "Я люблю тебя осень" უფროსი ილიკო. ილია რამ ხელა ახლა? 2 წლის და 5 წლის და. აჰა. ხო, 5 თვის. ალექსანდრე ვის გავს? ილია დედას გავს. რატო? არა, შენ გავს? ორივე. ძალიან თეთრი ცისფერთვალებაა და თეთრი, აი ბავშვობის სურათი ჩემი, აი. აბა მოდი გვაჩვენი შენი ბავშვობის. მეც სქერა ვიყავი. აი ესეთი იყო პატარა ირაკლი. საერთოდ არ გავს ჩემ თავს ეს სურათი, ხო? ირაკლი, შენ მოსკოვში დაიბადე თუ მოსკოვში ჩახვედე? მოსკოვში. დაბადებული ვარ მოსკოვში. მაგრამ მე უნდა გითხრა დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ მოსკოვში დაბადებული ქართველები პრაქტიკულად ვერ სწავლობენ ქართულ ენას, იმიტომ რომ გარემოა რუსული და როგორ უნდა ისწავლო. შენ საკმაოდ კარგად საუბრობ ქართულად. ვისი დამსახურება ესე? დედამ გასწავლა თუ ბებია ბაბუა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ? არ დადაგებს ჩამოდივიდი ყოველ ზაფხულს ბებიასთან და ბაბუასთან. გასვლის ჩემო თბილისის ქალაქორო ვიმართე. გასვლის რომ მენატრები ბაბუა და ბებია. Это про это. ეს ვისი მშობლები იყვნენ ბებია ბაბუ? დედაში. და აქ ჩამოდიოდა ისინი გელაპარაკებოდნენ. მედია ახლა ილია ისწავლის ქართული, უკვე იცის ქართული. მართლა? კი. ჯერთი მე ვასწავლი და მე კიდე ჯიჯები ყავს ქართველები. თავისი ფესვები არ ავიწყდება. კლიპი სიმღერაზე საქართველო აქ გადაიღო და მთელ გადამღებ ჯგუფს, რომელიც რუსეთიდან ჩამოყვა, ტვინს უჭედავდა. ნახეთ რა მაგარი სამშობლო მაქვსო. მე რუსეთში დავიბადე და 6 წელი ვიცხოვრე, მაგრამ ერთი სიტყვა არ ვიცოდი ქართულად რა და ალბათ ეს დამნაშავეები არიან მშობლები და შენ მართლა ძალიან კარგად იცი. კილო მაინც მოსკოვის კილო მაქვს რა, ვატყობ. მაგრამ 1-2 კვირა მჭირდება იმისთვის, რომ საერთოდ ქართულზე გადავიდე, სლენგით ვილაპარაკო. Что надо сказать? Спасибо. Спасибо. А по-грузински? Спасибо. ვაუ, კოჩა. აი იდეა აი ამ კლიპის, რომელიც მე ძალიან მოწონს, სიმღერა მოწონს, თორე клипი არაფერი ისეთი არ არის, ხო? მაგრამ სიმღერა არის მართლა ძალიან კარგი. Я люблю тебя осень. Эту песню так родилась. Ну-ка, расскажи. Я его спросил: "Папу любишь?" "Любишь." "Очень, очень." Он: "Осень." Осень. Всё, осень. Я тебя დაიბადა. люблю осень. და აქ არის სიტყვების თამაში, ანუ осень არის შემოდგომა რუსულად. და მართლა შემოდგომა აი ამ წელს შემიყვარდა მაგრად, იმიტომ რომ ოქტომბერში ამბობდა მეორე შვილი და Папу любишь? Я тебя люблю, осень. Я осень, осень, сильно тебя люблю. Тебя люблю, я тебя люблю, осень. მე გიყურე შენ კომედი კლუბში, სადაც შენ გამღერეს ეს სიმღერა და ესევე აიტაცეს. საერთოდ, როდესაც კომედი კლუბში ხვდები და იქ რაღაცა ხუმრობებს ლაპარაკობენ, შენზე ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ძალიან პოპულარული. აღიარებ თუ არა? თუ არა, არ ვიცი, მაგრამ мы общаемся, мы дружим со многими из ребят.
и с Мишей Галустяном, и с Пашей Волей. და სხვათა შორის კომედი კლუბში არის ქართველი მუსიკოსი ზურა მატუა. Чем მაგარი ახლობელი და ძმაკაცი. რახან შენ სადროზე არაფერს არ გვიყვები, ალბათ ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მე მინდა სოფია გავიხსენო, იმიტომ რომ სოფია გავიცანი. სადიპოვე ცოლი, ესეთი ქართული სახელით. Ну ქართული არ არის, მაგრამ საქართველოში ძალიან პოპულარული სოფია. Ну, греческое имя, поэтому у нас много связано. მაშინებდნენ ირაკლი მექალთანია ცხოვრებაში არ გამოგადგება. ნახე რამდენი თაყვანისმცემელი ყავსა. სინამდვილეში კი ძალიან თბილი და მოსიყვარულია, ხოლო მისი ტრადიციული ქართული ხასიათი მხოლოდ პლუსად მიმაჩნია და ბევრ რუს მამაკაცსაც მირჩევნია. მართალია რომ სოციალურ ქსელებში გაიცანით? Не совсем. Не. Я его просто увидел. Я вышел из студии покушать вместе с друзьями, с артистами, с несколькими артистами. Это такое молодежное, такое модное место. И она после института была с кучей подружек, девчонок, мальчишек. Я увидел и все. То есть символ схожен миуцгани, ты одна. Да. Ты одна из 7 миллиардов людей. Из 7 миллиардов людей. Яркий свет среди хмурых и пасмурных дней. აპირებ ჯვრის წერას, ჯვრის ცერემონიალი შედგება საქართველოში, თბილისში. ვინ დაგწერს ჯვარს? ილია მეორეს ხوارს? Ну, это очень нагло будет с нашей стороны попросить его об этом. Мы так счастливы, что мы его внимание ощущаем, ощущаем его молитвы и любовь. А по его благословению все это происходит, и поэтому я взял Софию и повез по монастырям грузинским, Цхета, Тбилиси. Мы мидода рассветить сховывающий, я мидода марам, именно вачони, просто мидода магис ее мнение услышать. Она что думает? Но я и не говорил про Свету Сховаль. И после того, что все, что она увидела, я ей спрашиваю, ну что, как ты думаешь, где? Больше всего понравилось в Цхете, в Свете Сховаль. Я говорю, ну что, может быть там? А что, можно? Сказала она. ანუ სვეტიცხოველია გადაწყვეტილი და სადღაც ივნისში, ხო? ივნისის დასაწყისში. გარდა იმისა, რომ ირაკლი ჯვრის წერა საქართველოში აპირებს გეგონს კონცერტს ფილარმონიაში, მან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო. კოლეგამ და მეგობარმა რომარ ცხილაძემ ულამაზესი მელოდია აჩუქა. რა შესთავაზეთ ირაკლის ეს სიმღერა? ნახოთ, მე მგონი ერთ-ერთი ლამაზი ჰიტი შეემატება. რამდენიმე წლის წინაა ეს დაბადებული ეს ამ სიმღერამ და ირაკლიმ თუ მიიღეს აი მომავალ წელს ოქროს გრამოფონი, ხო? რუსეთში არის ესეთი ცერემონიალი დაჯილდოება. რატო თუ მიიღებს? რატო თუ ისეთი არის მე ოქროს გრამოფონები ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ცოტა სულსაც უნდა უშოვოთ ხო? რაღაცა რა ჩვენ გვინდა ისიც უნდა შეთავაზოთ გარდა იმ ჯანსაღი კომერციისა ხო? უმცროსი ბიჭები, ლუკა, გაგა და სანდრო ირაკლის ვერ მოუწყვიტეთ. ირაკლი სადაც მიდიოდა, იქ ხვდებოდნენ უმცროსი ძმებიც. ნახე, ესენი უკვე აქ არიან. გახსოვთ თქვენ რო თქვით, რომ იქ გადავიღოთო ბუხართან, ოთახში არავინ არ იქნება. აქ არიან უკვე სამივე. ირაკლი. სამივე განსხვავებული, მაგრამ ძალიან სიმპათიური ბიჭი. დიდი ხანი არ არის, ხო, რაც გაიცა რაღაც მამასთან ხო არ ქონდა მანდა მაინც ესე кавшиრი. დედის გაზრდილი. Я всех маленьких помню, Сандро вообще совсем маленький. Конечно. Ой, я их кереби, я их отсюда. Все чуть-чуть этим. И Юля, и Лука. ცნობილები ლიზასთან ერთად. ირაკლის ბიოგრაფიაში ყოველთვის დედა იყო ნახსენები და არასოდეს მამა. ვიცოდით, რომ დედის გაზრდილია, მის გვარს ატარებს, ქართული და მეგრული ენებიც დედამ შეასწავლა და მუსიკაც მან შეაყვარა. ესე იგი ჩვენ ვესაუბრებით ირაკლი ფირცხალავას დედას, ქალბატონო ნანა, შარშან წინ ფესტივალზე თქვენ და ირაკლი ერთად დუეტად შეასრულეთ მეგრული სიმღერა. წელს პროგრამაში რა იქნება, რა სიურპრიზი გველის? საიდუმლოა. ანუ მეგრულ სიმღერას ერთად შეასრულეთ. თქმა უნდა შევასრულებთ. ეს მუსიკალური ნიჭი ირაკლის თქვენგან გამოყვა? გენებში აქვს. ბაბუები, ჩვენი ბაბუები მღეროდნენ 12 ხმიან სიმღერას. 12 ხმაში მღეროდნენ. მამა ქსნელაშვილი ნუკრი ექიმია.
მამა არის ხევსური. ანუ მისი ესეთი მეომარი სული და ხასიათი გამოხვა ირაკლი. სულ ინტერნეტში სულ კითხულობ რომ ვიღაცას ეჩხუბები და ვიღაცას უბრაგული. Не. Нет? Желтая пресса. Врут? Абсолютно. Меня уже 2 раза хоронили, поэтому не слушай это все. მაგრამ ნუ ხო ხარ ემოციური ფაქტია რომ ხარ ძალიან ემოციური. Пицхи. Я очень рад, что это у меня в творчестве это есть вот и все. მის მოსკოვურ ცხოვრებაზე ამბებს ინტერნეტიდან ვიგებთ. ხან დაწერენ რომ ირაკლი მიჩხუბა. ხან მისი ახალი ბიზნესის შესახებ გავიგებთ. ანუ შენ გახსენი რესტორანი და დაარქვი ვინაგრად, ანუ ყურძენი. Почему виноград? Урзен, сочинение Урзен. Виноград. Виноград. Вино и град. Винный город. Почему? Потому что я считаю, что виноград это символ жизни, это символ, определенный символ Грузии. И я очень рад, что очень модное заведение сейчас в Москве. Ходит? Не то слово. Все звезды, все спортсмены и так далее. Ქართული სამზარეულოა თუ ევროპული? ქართულის და ევროპულის. და არამატო რესტორანია, ეს არის როგორც რავი, საკონცერტო სადარბაზოც, იმიტომ რომ ძალიან ქართველებიც თუ არა? И грузины не да, но не только, потому что я приглашал огромное количество иностранных исполнителей, Манчефери коктейль. И Алекс Гаудино у нас играл диджей-сет, хотя он не играет в барах и в ресторанах. მოკლედ ირაკლის ვინაგრად, თიკა კანდელაკს თინათინ. დრო ერთ დიდ ქსელში გაერთიანდნენ და მთელი რუსეთი ქართული ხაჭაპურებითა და ლობიანებით დააპყრონ. ირაკლი რა მინდა კითხო? ეს არის რაღაცა მართლაც და მომგებიანი, კომერციულად მომგებიანი ბიზნესი, იმიტომ რომ Luba Kikabidzen gahsna, ხო იქ არის დარდო რესტორანი ვიცი თბილისში. მე თინა კანდელაკმა გახსნა, თინათინი, ხო? ეხლა შენ გაქვს გახსნილი რესტორანი. რატო ეს კარგად ითვისებთ ამ სფეროს, მომღერლები და მსახიობები თუ რა არის? Я не знаю, как остальные, просто я всегда делал вечеринки, я был арт-директором ни одного московского клуба. И делал фестивали, длительное количество. Эта сфера мне известна. გაუგონებული ვარ ადამიანი არ ვიცი მამაკაცი მაჩო აღიარებული პლეიბოი რუსეთში დღეს არის არ ვიცი სამიმუშო მეოჯახე მამაკაცი მამაყოფთ შენით ირაკლი Поцеловал его тут. აბა ბიჭებს შენ ძმებს მინდა ვკითხო ირაკლის სიმღერები იცით ლონდონ პარიჟ აბა იმღერეთ რამეს Не заставляй. აბა Не смущай. რომელი გახსოვთ Сандру Гварца, რომელი არც ერთი არ გახსოვთ? აბა წაიმღერეთ. თუ იალიბლიტი გავეშენ. რომელი გიყვართ? თქვენ რომელი მოგწონთ? კარგი, მოიმღერებთ. ურა თქვენ რომელი გიყვართ? ირაკლი დამავიწყდა მე კითხა და ეხლა მაინც კითხავ. სანდროს ნათლიები ვინ არიან? Это не знаменитые, неизвестные люди. Это просто наши очень близкие и хорошие друзья. То есть Илья на этот счет относительно известных людей, два моих обалденных друга. Это Николай Гнатюк, если ты помнишь. Რა თქმა უნდა. Барабан тан тан тараран тан. Я не ожидал, что я с ним подружусь. И в прошлом мой кумир, я счастлив, что я был его фанатом, реально. А сейчас мы дружим. И он пригласил моего сына, это Георгий Хинкладзе. О, Георгий Хинкладзе, შენი კარგი მეგობარია, მე ვიცი შენ ვის სახლშიც ცხოვრობდი აქ თბილისში, როდესაც იყავი და მეგობრობს. საერთოდ ფეხბურთელები ვიცით, კაცო ირაკლი როგორც ყოფილი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა სამეგობრო წერიც ფეხბურთელები არიან. ფეხბურთი ირაკლის მთავარი გატაცებაა. მოსკოვში პოპ მომღერლების სტარ გუნდში თამაშობს. გიორგი ქიქლაძე მისი საუკეთესო მეგობარია. ახლა გაჩვენებთ კადრებს, რომელიც გიორგის თბილისურ სახლში 2007-ში გადავიღეთ. იმის გარდა რომ პროფესიონალური მომღერალია, სერიოზული, ყველა ქართველის მასპინძელია მოსკოვში. თამაშობდი კიდევაც ხო ფეხბურთს?
ბავშვობის ოცნება იყო და ბავშვობაში ლოკომოტივის სკოლაში მივიღეს 12 წლის თუ 11 წლის ბოლოს. მაქს ფადეევი რატო არ არის შენი შვილების ნათლია? აღარ მეგობრობთ? სამწუხაროდ აღარ. ირაკლი გაიზარდა, გახდა დამოუკიდებელი. საყვარელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს მაქ ფადეევს ჩამოშორდა. სამწუხაროდ მასთან კონტაქტი აღარ აქვს. ბავშვობა დამთავრდა. ირაკლი უკვე დიდი ბიჭია. Да, надо было улетать из гнезда. Надо было. Да, и, к сожалению, не всегда это воспринимается положительно. Хотя я был, мне кажется, абсолютно на 100% порядочен перед всеми. И перед собой, и перед Господом, и перед своими партнерами. ცნობილები ლიზასთან ერთად. ამასობაში სტომრებით შეიკრიბნენ, სუფრა გაიშალა და წავიდა ტრადიციული ქართული სადღეგრძელოები. ბედნიერი ესახელებელი ირაკლის ჩამოსვლა სიხარული გამრავლება საუკეთესო ამიხარებ Казалось, полный вперед. Наш год, наш. Год змеи. 13. ახლა როცა გადაცემა გადის, ირაკლი უკვე მოსკოვშია, თავის ოჯახთან. თუმცა დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაახსენდება თავისი თბილისური ჰანგოვერი. ცნობილები ლიზასთან ერთად.